მოგესალმებით ბათუმელების მაყურებელს. ჩვენ ვიმყოფებით ტრადიციულად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 320 დღეა, რაც ბათუმში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საპროტესტო აქციებს მართავენ. და ეს არის უწყვეტი აქციები, რომელიც იმართება გასული წლის ნოემბრიდან, ანუ მას შემდეგ, როდესაც ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ყობახიძემ განაცხადა, რომ აჩერებდნენ ევროინტეგრაციის პროცესს. თქვენ იცით, რომ ამ განცხადებას ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები მოყვა, მღელვარება მოყვა და დაიწყო მრავალათასიანი გამოსვლები საქართველოს ყველა ქალაქში. განსაკუთრებით კი თბილისში, ბათუმში და იქედან მოყოლებული, რა თქმა უნდა, ეს პროტესტი დღემდე გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების რეჟიმი ამ თვეების განმავლობაში ყველა ფორმით ცდილობდა ჩაეხშო მოქალაქეების პროტესტი, ვხედავთ, რომ ეს პროტესტი მაინც გრძელდება და ამ კრძალავი და რეპრესიული კანონების მიუხედავად მოქალაქეები მაინც დგანან ქუჩაში დღემდე და აცხადებენ, რომ ისინი იქნებიან პროტესტში მანამ, სანამ ქართული ოცნების ხელისუფლება არ გადადგება, არ დაინიშნება ქვეყანაში ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები, სანამ ქვეყანა არ დაბრუნდება ევროინტეგრაციის გზაზე და არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები. ქართული ოცნება თქვენ იცით, რომ ძალიან აქტიურად ცდილობდა, ყველა ფორმებს იყენებდა იმისთვის, რომ ეს პროტესტი როგორმე ჩაეხშო, გაექრო და მიუხედავად იმისა, რომ 10,000-ობით ადამიანი გამოდიოდა ქუჩაში, ყობახიძისგან და სხვა ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან მუდმივად ისმოდა, რომ აი პროტესტი არის მილევაში, რომ რაღაც 100 კაცი დგას ქუჩაში და ასე შემდეგ. თუმცა ისინი ყოველდღე ქმნიან ბარიერებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს მოქალაქეების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და თქვენ იცით, რომ ბოლოს უკვე მიიღეს ავკრძალავი კანონი, რომელიც ქუჩის გადაკეტვის წინააღმდეგ არის შემოღებული და მოქალაქე, რომელიც მაგალითად პროტესტის გამო თქვა ქუჩას გადაკეტავს, მას პირველ ჯერზე 14-დღიანი პატიმრობა, ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება, ხოლო განმეორების შემთხვევაში უკვე სისხლის სამართლის მუხლი ამოქმედდება და 1 წლიან პატიმრობაში გაუშვებენ. გუშინ მაგალითად 25-მდე არა, დავაზუსტეთ და დღეს უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ 29 ადამიანია დაკავებული გუშინ თბილისში საპროტესტო აქციების მსვლელობის დროს, ეგრეთ წოდებული გზის გადაკეტვის ბრალდებით. და ვიცით ის შემაძრწუნებელი კადრები, რაც გავრცელდა სხვადასხვა მედიების საშუალებით და მათ შორის ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ვებგვერდზე შეგიძლიათ ამ დაკავებების კადრები ნახოთ თქვენ. დააკავეს არაერთი ადამიანი, სხვადასხვა ასაკის, როგორც ახალგაზრდა, ასევე 60, 70 წლის და 80 წლის ადამიანებიც კი დააკავეს, იმის გამო, რომ ეს ადამიანები დგანან ქუჩაში და იცავენ თავიანთ უფლებებს და ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და რომ იტყვიან, აი რეჟიმი არის გადასული რაღაც რეპრესიების მორიგ ტალღაზე და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ყველა დააკავონ, ვინც კი ვთქვათ შეეცდება, რომ დაიცვას თავისი კონსტიტუციური უფლება და გააპროტესტოს, ქუჩაში გამოვიდეს, თუნდაც ქუჩა გადაკეტოს. ვიცით, რომ ასევე დააკავეს გუშინ ჟურნალისტიც, ხელოვნების სხვადასხვა წარმომადგენლები, დააკავეს ვაჟა გაფრინდაშვილი, ასევე ექიმი, ტრავმატოლოგი და ყველამ ნახა, როგორი ძალადობრივი იყო ეს დაკავება და არა მარტო ვაჟა გაფრინდაშვილის, ასევე სხვა ადამიანების, როგორ ძალადობრივად აკავებდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეებს. სხვათა შორის დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გაავრცელა სოლიდარობის განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით და მან თქვა, რომ ის რაც ვნახეთ გუშინ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავებით, ეს არის ერის სირცხვილიც და პროფესიის შეურაცხყოფაცო.
და იმის გავსი რამ არ შეიძლება ამ ქვეყანაში ხდებოდესო. Რა თქმა უნდა, ბუნებრივია არაერთი ადამიანი ეხმაურება ამ რეპრესიულ დაკავებებს და ყველა გმობს, ბევრი მათგანი გმობს და აცხადებენ, რომ არ შეიძლება საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება იყოს ამ ფორმით შეზღუდული და რომ ყველა ადამიანს აქვს კონსტიტუციური უფლება იყოს პროტესტში და მას შეუძლია ქუჩაც გადაკეტოს, რადგან ეს არის კონსტიტუციური უფლება საქართველოს მოქალაქეების, თუმცა ყობახიძემ თავის განცხადებებში ხაზი გაუსვა იმას, რომ აი ჩვენ მივიღეთ ამ კრძალავი კანონი და იმოქმედა, ანუ მოქმედებს ეს კანონი, რადგან გუშინ თურმე აქციის მონაწილეებმა პირველად ვერ მოახერხეს გზის გადაკეტვა რუსთაველზე, თუმცა რეალურად ასე არ არის, მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს და ამის შემდეგ დაიწყო პოლიციამ აგრესიული მოქმედებები და დაკავებები და დააკავეს 30-მდე ადამიანი. თუმცა ამ ბოლო 2-3 დღის განმავლობაში მთლიანობაში დაკავებულია 70 ადამიანი, აი ამ ეგრეთ წოდებული გზის გადაკეტვის ბრალდებით. ჩვენ შევეცდებით რომ გავესაუბროთ აქ ყოფ ადამიანებს, კიდევ ერთხელ მოგასმენინოთ მათი აზრი აი ამ რეპრესიებთან დაკავშირებით, ამ დაკავებებთან დაკავშირებით, რასაც ქვეყანაში ვხედავთ და ასევე დღის განმავლობაში განვითარებულ სხვა მნიშვნელოვან ამბებზეც გესაუბრებით. ბათუმელების ჩართვაში ხარ, მოგესალმები. აი დაკავებებთან დაკავშირებით მინდა გკითხო რა და თითქმის 30 ადამიანი დააკავეს ერთ ღამეში, ხო? რა არის ეს? ყობახიძემ თქვა, რომ აი პირველი შემთხვევა იყო, როდესაც კანონი მივიღეთ და კანონი ამუშავდაო, ვეღარ გადაკეტეს აქციის მონაწილეებმა გზაო, მაგრამ სურათი გვაქვს სხვა. რის მიღწევას ცდილობს ვიცი თქვა რეჟიმი, რომ ჩააქროს, ჩაკლას პროტესტი, ხო? თქვენ როგორ უყურებთ ამას როგორც მოქალაქე, რამდენად გამოუვა თუნდაც ამ შემთხვევაში ამ რეპრესიული მოქმედებების მიუხედავად ამ დაკავებების ფონზე რამდენად მიაღწევს თქვა ოცნების ხელისუფლება იმას, რომ ამ ფორმით ჩაახშოს თქვა პროტესტი თბილისში ან სხვა დედაქალაქში და ასევე სხვა ქალაქებში. რაც არ უნდა გადაწყვეტილი ქონდეს რეჟიმს, რომ ჩაახშოს ის პროტესტი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, ასე თუ ისე სხვადასხვა ქალაქებში. არ გამოუვა, იმიტომ რომ 15 დღე ციხეში ჩაჯდომით, ანუ თუნდაც 1 წელი იყოს, ან 2 წელი იყოს, ის ადამიანი, რომელსაც ესე მოიქცევი, ესე ანუ სასტიკად დააკავებ უბრალოდ ტროტუარზე დგომისთვის ან გზის გადაკეტვისთვის, გამორიცხულია, რომ ის რო გამოვა ციხიდან, ანუ არ დაუბრუნდეს თავის გზას და იმ პროტესტს, რომელიც მეგონი იქამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ არ ვიცხოვრებ ისეთ ქვეყანაში, რომელსაც როგორ ღირსეულსაც იმსახურებს ყველა, ხო? მიუხედავად იმისა, ვინ რა პოლიტიკური შეხედულების და ის არის, რა ქვია, დენოვნების. ხო, აი რამდენი ან თქვენ რამ განცდა გაქვთ და რა მოლოდინი გაქვთ, რომ აი თუ გუშინ მაგალითად 30 ადამიანი დააკავეს, დღესაც შეიძლება დააკავონ 30 ადამიანი, სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს? ანუ მათ აქვს განცდა, რომ ყოველდღე ვინც გამოვა, იმდენ ადამიანს 30 და 50 ადამიანს დააკავებენ? ეს თვითონ მათ არ შეუქმნით პრობლემას სისტემაში, არ შექმნით პრობლემას. როგორ არის პრობლემას? იმიტომაც მიიღეს 15 დღიანი დაკავებების ის არის სისხლის სამართლით დაკავების 15 დღიანი ფორმა, იმიტომ 15 დღეში რო გამოვა, შემდეგ 30 საიჭერს, შემდეგ 50 საიჭერს და ესე ალბათ როტაციას გააკეთებს რა ამ ხალხის, ანუ ესეთი გეგმა აქვს ალბათ ახლა. იმიტომ რომ როგორც ვიცით, გადავსებულია ციხეები და საკმარისი ადგილი ფიზიკურად არ არის, იმიტომ რომ მათივე სტატისტიკითაც, ხო? იმაზე მეტია ბევრად ხალხი, ვიდრე არის ადგილი, ხო, მათი განსაზღვრული. აი ტექნიკურად და ფიზიკურად, ხო? ამიტომ ალბათ გააგრძელებენ ამ როტაციას ხალხის, მაგრამ ეს პროტესტი ჩაახშობს ვერანაირად. პირიქით უფრო გაახელებს კიდეც, აი ესე რომ ვთქვათ, მინელებულ ცეცხლს რო შეუნთებდა ანუ პირიქით აღვივებენ ამ დევნით და რეპრესიებით პროტესტს. ჩემი აზრით კი, იმიტომ რომ უსამართლობის გამო ადამიანების საჭერას მართალია ნელი პროცესია ეს ყველაფერი, მაგრამ მოყვება ის შედეგი, რასაც ერთხელ ისე მიიღებს და თვითონაც გაუცებულები იქნებიან
ეს როგორ დაგვემართაო, ესე ყველაფერი როცა სადავეში ქონდა, ყველაფერს ვაკონტროლებდით და ესე როგორ ჩამოგვეშალა ხუხულასავითო. მე ესე მგონია და ესე იმაჩნია. რაღაც გაშმაგებული დაჭერები მივიდეს იქამდე რომ სადავეები ხელიდან გაუშვა შეიძლება რეჟიმმა. ხუხულასავით ჩამოეშალოს იქამდე მივიდეს, იქამდე ამოვიდეს ხელში ეს ადამიანებს, რომ საბოლოოდ დაასრულოს ეს რეჟიმი, იმიტომ რომ არ არსებობს ძალადობას გაგრძელდეს სამუდამოდ, ანუ ძალადობრივ რეჟიმებს და იმპერიებს და დიქტატურებს ყოველთვის აქვს დასასრული. მართალია ისტორიაში ვიცით ხო, უფრო მოკლეხნიანია ზოგიერთი უფრო ხანგრძლივია ზოგიერთი, რა ვიცი, სხვადასხვა დრო და სხვადასხვა გააჩნია კონტექსტს, გააჩნია ქვეყანას, გააჩნია მდგომარეობას და გააჩნია როგორ მას მეთოდებს იყენებს ის რეჟიმი ხალხის წინააღმდეგ. არ ვიცი, ახლა დახვრეტას თუ შემოიღებენ და ყველას დახვრეტას მოგვისჭიან, მაშინ შეუძლიათ პროტესტში ჩახშობა. სხვა შემთხვევაში მე პირადად ჩემდა თავად ვიცი რომ მე არასდროს არ გავჩერდები და ყოველთვის გამოვალ, თუნდაც ერთი ადამიანი იდგეს აქ. მე ამას ყოველთვის ვამბობ და იმასაც გავაგრძელებ, რომ შეიცვალოს თუნდაც ეს რეჟიმი, ხელისუფლებას რო ვეძახით. მაგის მერეც გავაგრძელებ პროტესტს, რა თქმა უნდა, სხვა ფორმებით და სხვა კუთხით. დაუბრუნდებით თქვათ იმ ეკო პროტესტს, ეკოლოგიურ პროტესტს, ან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის პროტესტს, ან რა ვიცი, უბრალოდ რომ ტროტუარი რო დაუბრუნოთ, რომ მთელ რა ვიცი ბიზნესებს და მანქანებს და იმას რომ ოკუპირებული აქვს ქალაქში, ან აი სხვადასხვა პრობლემებზე გადავალთ. უკვე ეხლა ვართ ფუნდამენტურ პრობლემაზე, საერთოდ ქვეყნის არსებობის პრობლემაზე პროტესტში, ხო? მაგრამ რავი, სულ ანუ ამით მისცვა მინდა რომ სულ უნდა გავაგრძელოთ პროტესტი და რომ ანუ მაშინ უნდა მომკლან, დავხვიტონ რომ საერთოდ ჩაახშენ ჩემში პროტესტი. მე ესე მიმაჩნია და ახლა ვიღაცისთვის პროტესტი ერთი ორჯერ გამოსვლა თუ არის აქციაზე, ანუ სავალდებულო კი არა აქციაზე დადიოდა პროტესტი ყოველთვის უნდა მიმდინარეობდეს შენში შიგნით და ამას გამოხატავდე უნდა, მაგრამ თუ ანუ ვიღაცას მიაჩნია რომ ორჯერ გამოსვლით აქციაზე რამე შეიცვლება ეს იმ ადამიანებს ეუბნები რომ ვინცაც ეწვია ის უმედგაცრუება რომ აი გამოვიდოდი აქციებზე და არაფერი არ გამოვიდა, მაგრამ პროტესტი ყოველთვის უნდა გააგრძელო. ესაა ზუსტად რომ იმისთვის რაც გეკუთვნის სახედა უსამართლობას, იმისთვის რა კარგიც შენ ყველას გეკუთვნის, ხო? ასე ანუ არავინ არ მოგხსენს. უნდა ვიბრძოლოთ ერთმანეთის უფლებებისთვის, ერთმანეთის კეთილდღეობისთვის და ჩვენი ადამიანების ვინც ვიყვარს, ჩვენი თავისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ. მასე ხანერად არ გამოვა. მადლობა რომ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება. სხვა მოქალაქეებსაც გავესაუბრებით. გამარჯობათ. ბათუმელების ჩართვაში ხართ და მინდა გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებაც. აი ამ დაკავებებთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ როგორი გააფთრებულია უკვე რეჟიმი, 30 ადამიანი ერთ დღეში უკვე ასე აკავებს. და ამას ვხედავთ იმ ფონზე, როდესაც თავად ამ ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველდღე გამოდიან და საზოგადოებას უყვებიან, რომ მათი ყოფილი პრემიერ-მინისტრები და სუსის უფროსები და ასე შემდეგ, როგორ იპარავდნენ თურმე მილიონობით ლარებს, ევროებს და ასე შემდეგ, ხო, როგორც თვითონ ამბობენ, რომ უკანონო შემოსავლები ჰქონდათ და უკანონო შემოსავალი სხვა არაფერია თუ არა კორუფციაში მონაწილეობა, ხო? რას გვაჩვენებენ ამით, რომ ადამიანებს ქუჩაში დგომის გამო ციხეში უშვებენ, მაგრამ სხვებზე, მათი გუნდის ყოფილ წევრებზე, რომლებზეც ამბობენ, რომ მილიონები მოიპარეს, ამბობენ არ აკავებენ, არ აპატიმრებენ. რა სურათი გვაქვს ეს, რაზე მეტყველებს და რა შეგიძლიათ გითხრათ ამაზე? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ეს ამძაფრებს კიდევ ერთხელ იმ ტრაგედიას, რომელიც ამ ქვეყანაში ხდება, სწორედ სრულად გეთანხმებით ბატონი ვაჟა, ექიმი აბსოლუტურად, რომელიც ტროტუარზე იდგა და ადამიანის გასარიდებლად იყო დააკავეს, დედის შენი ექიმიო, არ ვიცი, ექიმებთან დაკავშირებით რა პრობლემა აქვს და ეს ლუკა აკოვია, რომელიც ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ამბობს დედა მიყვარხარ, არ ინერვიულო, ჩვენ ერთ-ერთად ხედავთ იმ პატრიოტ ახალგაზრდებს, ადამიანებს, რომლებიც რეალურად თავს წირავენ ამ ქვეყნისთვის, მართლაც რეალურად პატრიოტები არიან, რასაც აკეთებენ გულით ჯერავთ მათ და მეორე მხარეს დგას რეჟიმის ბოროტი მავნებელი, აბსოლუტურად ყოველგვარ საყრდენს და საძირკველს გამოცვლილი
ძალა, რომელიც ცდილობს დღეს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ საბოლოოდ ის ბარტყი, რომელიც გადამოაგდეს ახლა გუდიდან, ბოლომდე ვერ იმეტებენ, იმიტომ რომ მოცნებას ეშინია, იმიტომ რომ ორგზის პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი დაარწმუნებული ვარ ამ წლების განმავლობაში ფლობს ისეთ ინფორმაციას, რომელიც ოცნებისთვის არ არის მიზანშეწონილი, ეხლა ცდილობენ დაცინიან საზოგადოებას ქალბატონო, ცდილობენ რომ აიო ეხლა დაველოდოთო ჩვენო ვიმსჯელებთო აღკვეთი ღონისძიების რაფორმა შეუფარდოთო ადამიანს, რომელსაც დაუდასტურდა მრავალი მილიონი. აღიარაო თვითონ თქვენ რომ აღიარა უკანონო შემოსავლები. ითანამშრომლა უკანონო შემოსავალი და ეხლა გვეუბნებიან რომ ეს უკანონო შემოსავლებიო კორუფციასთან არავითარ კავშირში არ არისო. უახლოეს დღეებშიო ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი გააკეთებს განცხადება. სასაცილო ოცნება აგონიაშია. ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა, ეს გახლავთ კლანებს შორის ქართულ ოცნებაში სასიკვდილო ბრძოლა, სადაც ირაკლი კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილს საკონტროლო პოლიტიკური გასროლა გაუკეთა და საბოლოოდ გაიმეტა. ამას არც სახელმწიფოსთან, არც კანონმორჩილებასთან, კანონის აღსრულებასთან, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან კავშირი არ აქვს. მე იმედს ვიტოვებ, რომ საზოგადოება მას ბოლომდე შეაფასებს და ძალიან მალე თითოეულ მათგანს პასუხს გასცემს და ქართულ ოცნებას გაუშვებს იმ პოლიტიკურ მოუსავლეთში, სადაც მათი ადგილი არის. ამას ვამბობ გულწრფელად, იმიტომ რომ მათ დაკარგეს ობიექტურობის განცდა. ოცნება ქმნის თავის სიმართლეს. აი, ნახეთ ზვიად ცეცხლაძე, ქალბატონი მზია ამაღლობელი და ამხანაგი ხაინდრავა, ასე მოიხსენიებ მას, როდესაც გამოდის და აი პატიმარ ადამიანზე, მასზე გადაცემულ სახაროვის პრემიაზე რაღაც წყალბადის ბომბსა და ამ პრემიას შორის საერთოს კრიტიკას. არ ვიცი. ესენი არ ექვემდებარებიან აი მე ლოგიკურ ახსნას რაღაც ერთი კუთხე ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქის კუთხიდან ადამიანს რომელსაც ძალიან ფაქტია რომ ისინი პროპაგანდისტული ენით საუბრობენ, ხო, რომ ის ვინც ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის დააკნინონ, ხან აგენტებს ეძახიან და სხვადასხვა დისკრიმინაციულ ეპითეტებს, მაგრამ ფაქტია რომ არ მუშაობს საზოგადოების ნაწილზე. რაღაც აგენტები, აი თუკი ჩვენს ქვეყანას დაჭირდება, ჩვენ სხვა ეპითეტებსაც მოვიქნებთ. აი თითოეული აკყოფი ადამიანი უკვე ციხეზე და პატიმრობაზე ირონიულად საუბრობს და ეს ყველაფერი არის ქართული ოცნების დამსახურება. ისინი ფიქრობენ, რომ ამ მასობრივი დაჭერებით, ამ რეპრესიებით, პოლიტიკური რეპრესიებით შეაშინებენ ქართველ ერს, მაგრამ აი ხედავს რომ ყველა თაობის ადამიანები დგან ქუჩაში, აი სოხუმიდან დევნილი ქალბატონი, რომლის აი ციხეში გაშვებას ფიქრობ რომ ეყოთ კეთილგონიერება და მიხვდე რომ ეს საბოლოოდ მათ დააზიანებ და ისინი შერჩევით უკვე ცდილობენ ადამიანების დაკავებას, მაგრამ არ იმუშავებს რა. ქართული ოცნების დასასრული იქნება ძალიან მძიმე. ისინი პასუხს აგებენ ყველა იმ დანაშაულისთვის, რომლის შესახებად აუცილებლად გაიგებს საქართველოს მოქალაქეები და პრაქტიკულად გარკვეული დროის შემდეგ ქართული ოცნების ეს დასასრული რამ შეიძლება დააყენოს მაგალითად. ჩვენ ხედავთ თქვა საერთაშორისო სიტუაცია როგორ არის, მაგალითად ახლა ამერიკამ დასანქცირა ლუკოილი და როსნეფტი, ხო, რუსული ნავთობკომპანიები და მე მგონი ლუკოილი აქაც შეწყვეტს ოპერირებას, ჯერ არ ვიცით, მაგრამ რამდენად იქონიებს ეს საერთაშორისო ეწოლა სანქციები გავლენას, ამის იმედი უფრო გვაქვს თქვა თუ აი ორივე ერთად შიდა წინააღმდეგობა და სანქციები თქვათ ერთმანეთთან, მაგრამ ვიდრე ის დიდი დემონი და ბოროტი ის რუსეთის იმპერია პუტინის რეჟიმის სახით დამარცხება, მე ვფიქრობ რომ იქამდე ქართველი საქართველოს მოქალაქეები ვინც ფიქრობს საკუთარი ამ ქვეყნის და თავისი შვილების ევროპულ მომავალზე, ქართულ ოცნებას ეტყვის უარს. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, სამწუხაროდ პოლიტიკურ ველზე იგივე ოპოზიციაშიც არის სხვადასხვაობა, ძალიან ბევრი რთული სიტუაცია, მაგრამ საბოლოო ჯამში ისევ იმედი მაქვს საქართველოს მოსახლეობის, მოქალაქეების, იმ აქტიური მოქალაქეების, რომლებიც გამოვლენ აღიმაღლებენ საბოლოოდ ხმას და ქართულ ოცნებას ერთხელ და სამუდამოდ ეტყვიან უარს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, გაძლიერება და თავისუფლება საქართველოს. დიდი მადლობა, რომ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება. თქვენ ხო არ გაქვთ სურვილი რომ გვესაუბროთ.
აი ახლა ვესაუბრებოდი, ხო, ვსაუბრობდით იმაზე, რომ ერთის მხრივ ქართული ოცნება თავად აღიარებს საკუთარი პირით, რომ თავიანთ იმ თავრობის ძალიან მაღალი რანგის მოხელეები, ხო, პრემიერ-მინისტრი, უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი და მათი გარემოცვა თურმე ყოფილა ძალიან დიდ კორუფციაში, ხო, რეალურად. ამაზე საუბრობენ თავად, მაგრამ ამის პარალელურად საზოგადოებას აჩვენებენ, რომ აი ჩვენ კი ყავს კორუმპირებული ხალხი, მაგრამ ამას არ დავსჯით. მაგრამ თქვენ კონსტიტუციურ უფლებას დაიცავთ და ქუჩაში გამოხვალთ და გააპროტესტებთ, რომ მაგალითად ეს მთავრობა არის კორუფციაში ჩაფლული, ამის გამო დაგიჭერ. აი ასეთ სტანდარტს გვთავაზობს დღეს რეჟიმი, ხო? და როგორი შეიძლება იყოს ამ ყველაფერზე პასუხი და თქვენი როგორც მოქალაქის რეაქცია რა არის? ჩემი მოქალაქის რეაქცია ეს არის ზუსტად, რომ ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ. ნებისმიერ ველზე. ეს იქნება ტელევიზია, ინტერნეტი იქნება თუ მნიშვნელობა არა, თუ ქუჩა იქნება, ნებისმიერ ველზე უნდა ვიბრძოლოთ. მაგალითად. არ უნდა დავიხოთ არანაირად უკან რა შეგვიძლია და როგორ შეგვიძლია. ეს არის ჩემი რეაქცია ერთ-ერთი მოქალაქის. მაგრამ ბიზნა ივანიშვილი ვიცი რა კარტი საერთოდ ყოველი მისი კარტი ეს არის ზუსტად რომ აჩვენებს საზოგადოებას რომ მე ხო ნაციონალები დავამარცხე, ახლა ამარცხებ ჩემს ოცნებას. იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს საქართველო და კარგი კაცი ვარ, პატრიოტი ვარ. ქველმოქმედი ვარ, მაგარი კაცი ვარ და ახლა ოცნებას ვამარცხებ. ანუ კორუმპირებული გუნდი რო ყავდა, ეს რას ნიშნავს? მისიმაგრეზე მეტყველებს? ეს მისიმაგრეზე არ მეტყველებს, მაგრამ ყურე, თუ ვინმე ჩემს გარშემო კრიმინალი დაუშვე, ისინი დავსაჯე. იმიტომ პატიოსანი ვარ. შე დასჯილები არ არიან არც ერთ. ხო და ამას აჩვენებს საზოგადოებას, ხო გამიგე, რომ თითქოს და მისი გუნდის აღარ დაინდო ქართველი ხალხი და საქართველოს სიყვარულით, მაგრამ როგორ უნდა თქვა ამ კაცს საქართველოს უყვარს, როცა კაცს მილიარდობით დოლარი აქვს და 300,000 ბავშვი პურიშია. 100,000 უნივერსიტეტებს უნგრევენ საერთოდ და სასკოლო სისტემას. 300,000 მეტი ადამიანი, დაჟე 400,000 რამდენადაც ვიცი? 600,000-ია ოფიციალურად. პამპერსის ბოდიში და პამპერსის სარესხავად გასულია საბერძნეთში, იტალიაში, თურქეთში, ხო გამიგე? დიახ, ეგ უფრო მეტი ცხადია. ამავე დროს მილიონზე მეტ ადამიანს წყალი არ მეწოდება, 9 მილიონზე მეტ ადამიანს ოლარად ხდება ცხოვრება. საერთოდ რეალობა ეს არის, რომ ცხოვრების შეუულია ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ. დედა სამშობლო, დედამიწა და ამავე დროს ქართველი კაცი, რომელიც საბრძოლოში მანდილოსას აღდეძელებს. მანდილოსას აკეთებს, დედას აკეთებს. და ამაზე არ ფიქრობ, რომ დედები, ქართველი დედები, ბოდიში ამხლა ხვის ჩმორიან პამპეს ეცხავენ და შენ ეს ყველაფერი ხელისუფლებას ფეხებზე კიდია, განთავრებულია უკვე შენი ხელისუფლება. სამაგერო და კაცები რუსთაველზე გამეტებით ცემენ, ხო, ადამიანებს. ყველა პროფესიის ადამიანს, ჟურნალისტსაც, ექიმსაც, სტუდენტსაც, ხელოვანსაც გამეტებით ცემენ, აგინებენ, ჩვენ ხედავთ ამას კადრებში, ხო? რა ვიცი, ეშველებათ მაგათ რაიმე? აი ამ ღირებულებათა დეგრადაციის მიუხედავად. ამათ არაფერი არ შეიძლება გარდა ერთადერთისა, რომ საზოგადოება მოიყვანოს გონზე. სანამ საზოგადოება არ მოიყვანს გონზე, ესენი არ მოვლენ გონზე. მე ქართულ პოლიციას პირდაპირ ვაცხადებ, აგერალიან თუ გინდა მოისმინო, ხედიროთა რაზმი დავარ. ეს არ მის ჯაბა ესოლიან დროიდელი ხედიროთა რაზმი, რატო? იმიტომ რომ საკუთარ მოქალაქეებს ფეხქვეშ გათელავ, საკუთარ მოქალაქეებზე იძალადებ. ხედიროთა რაზმი ხარ, აბა რა გიწოდო? შენ თუ შენი სლოგანი გაქვს რომ ემსახურები საქართველოს კი არ ემსახურებენ, ემსახურები ბიზნა ივანიშვილი და ქართულოს ნება. ქართველებს რატო თელავენ ფეხქვეშ? თუ საქართველოს ემსახურებენ. საქართველო არის სამ სიმბოლიკაზე. ალბათ ბიზნა მათთვის საქართველო და არა საქართველოს მოქალაქე. ეს არის ქართული ჯარი და ეს არის ქართველიერი. ამ სამ სიმბოლიკას ფეხქვეშ თელავ. საქართველოს მეათე რუსეთის მმართველები და კიდე ბიზნეს ემსახურებენ. ქართული ჯარი არ არის წელში გამართული და კიდე ბიზნეს ემსახურები. ქართველებს ფეხქვეშ თელავ და კიდე ბიზნეს ემსახურები. და ამავე დროს მიძახი რომ საქართველოს არ ემსახურები. ემსახურები შენ პირად კეთილდღეობას, პირად ხელფასებს ემსახურები ბიზნა ივანიშვილს და შენ პირად ეგოს ემსახურებ და რა. შენ საქართველოს არ ემსახურებ შენ პოლიციელი. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერიდან გამომდინარე, მე გიახად მათ დავარქვი მხედიროთა რაზმი. იმიტომ რომ ფეხებზე კიდე ბოდიში ამ განათლებზე საკუთარი მოსახლეობა და საკუთარი ქვეყანა საიწავა მოსახლეობა რა პრობლემები ექნება, რა დონემდე დაიძირება ხალხი, არ აინტერესებს. თუ აინტერესებთ, მაშინ რატო უნდა დაჭირდეთ მაგალითად შეთავაზება, რომ მე შენ ამდენს გადაგიხდი. მაგალითად ხაბეიშვილმა და გერმანულმა შეთავაზეს, ხო 100,000 და 400,000. რატო უნდა იჭირდებოდეს ქართველ კაცს? პატრიოტული აზროვნება არ უნდა ქონდეს. კანონია ვალებს, რომ დაიცვა სახელმწიფო ინტერესები. პატრიოტულად არ უნდა იაზროვნო? ქვეყნის სიყვარულიდან გამომდინარე, არ უნდა იაზროვნო, შენ პოლიციელი ხარ? რისთვის ხარ პოლიციელი? სამართა დამცავი რატო ქვია? მაშინ უნდა გერქვა სამართა დამრღვევი და არა სამართა დამცავი. სამართა დამცავი რომ ქვია და
მე რომ მოქალაქეს მავიწრო ფეხქვეშ თელავ და ზედმეტი სიტყვის მესაუბრე შენ სამართა დამცავი კი აღარ ხარ სამართა დამრღვევი ხარ მაშინ და ამ ყველაფრიდან გავაკეთე ანალიზი და სწორედ ამიტომ უწოდებ ესენი არიან მეორე მხედრიოთა რაზმი დიახაც და ამ ყველაფრის უნდა დაერქვა თავისი სახელის საზოგადოება იქნება პოლიტიკური ელიტა იქნება დიახაც მხედრიოთა რაზმი უნდა უწოდოთ ამათ რომ ეგება რაღაცნაირად პატარა მაინც გაიაზრო ძალიან დიდი მადლობა გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება მეგობრებო, ვინც ახლა შემოვერთით ბათუმელების ლაივ, შეგახსენებთ, რომ დღეს არის 320-ე დღე, როდესაც ბათუმში საპროტესტო აქციები იმართება და თქვენ იცით, ამ აქციების მთავარი მოთხოვნა არის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება უნდა გადადგეს, ქვეყანაში დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც თავისუფალ და სამართლიან გარემოში უნდა ჩატარდეს, ასევე უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, რადგან იცით რომ უკვე თითქმის 150 ადამიანია უკვე დაკავებული და რა თქმა უნდა წინა თვეებში დაკავებული პოლიტპატიმრები, სინდისის პატიმრები იცით იყვნენ 60-მდე იყო და ახლა უკვე 100-ზე ბევრად მეტია თუ არ ვწდები სადღაც 150-მდე პატიმარი ყავს უკვე რეჟიმის პატიმარი და შესაძლოა ეს რიცხვი დღითი დღე გაიზარდოს თუ კი აი ასე ყოველღამე გააგრძელებენ თქვათ ათეულობით ადამიანის ძალადობრივი მეთოდებით დაკავებას მხოლოდ იმიტომ რომ ისინი დგანან ქუჩაში და იცავენ თავიანთ და ამ ქვეყნის მომავალს და იცავენ დემოკრატიას, იცავენ სიცოცხლესა და გამოხატვის თავისუფლებას, რის წინააღმდეგადაც დღეს მუშაობს ქართული ოცნება და ყოველდღიურად იღებს რაღაც რეპრესულ და ამკრძალავ კანონებს იმისათვის რომ საქართველოს მოქალაქეებს აღარ ჰქონდეთ აღარ სიტყვის უფლება, აღარც პროტესტის უფლება, აღარც საკუთარი უფლებების დაცვის უფლება და აღარც ქვეყნის დაცვის უფლება. თუმცა როგორც ხედავთ, აი ამ რეპრესიული კანონების დამოქმედებების მიუხედავად, მოქალაქეები არ წყვეტენ პროტესტში ყოფნას, აგრძელებენ და როგორც ჩვენ ჩართვებში ისმენთ მათ განწყობებს და მათ განცხადებებს, აცხადებენ რომ ისინი იდგებიან აქ მანამ სანამ არ იქნება მათი მთავარი და საერთოდ ამ პროტესტის მთავარი მოთხოვნა შესრულებული. ეს არის ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საქართველოს დაბრუნება ევროინტეგრაციის გზაზე, რადგან ქართული ოცნების დღეს არსებული პოლიტიკა მთლიანად მიმართულია იქეთკენ, რომ საქართველო მაქსიმალურად დააშორონ დასავლეთს, ყველა ფორმით, ყველანაირი გზებით და ახლა საუბარია იმაზეც, რომ მაგალითად განათლებაში ეგრეთ წოდებული რეფორმა განახორციელონ, რომელიც ითვალისწინებს იმ ტიპის ცვლილებებს, რომელიც საქართველოს განათლების სისტემას აბსოლუტურად მოწყვეტს, მაგალითად დასავლურ განათლების სისტემას, რადგან ის ცვლილებები, რომელიც დაანონსა ირაკლი კობახიძემ, არ არის თანხვედრაში ევროპული დასავლური განათლების სისტემასთან. და აი ეს თუ კი ეს თანხვედრა არ გვექნება ჩვენ დასავლურ განათლების სისტემასთან, ქართველ ახალგაზრდებს აღარ ექნებათ იმის შესაძლებლობა, არ სტუდენტებს და არც მოსწავლეებს, რომ მაგალითად გასვლით პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა, სტუდენტური გასვლითი პროგრამებით ისარგებლონ და ასევე სასწავლებლად წავიდნენ ევროპასა და ამერიკაში. სწორედ აი ამ ტიპის ცვლილებებით ყოველდღიურად ცდილობს რეჟიმი, რომ ააშენოს ახალი კედლები, რომელიც დააშორებს ამ ქვეყანას და ამ ქვეყნის საზოგადოებას, ევროპას და იმ მიზანს, რა მიზნისთვისაც საქართველოს მოქალაქეები უკვე 10 თვეზე მეტია უკვე პროტესტში არიან. მე მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გვისმენდით, გვიყურებთ, თვალს გადევნებთ, ახლა დაგემშვიდობებით, შევხვდებით ხვალ ამ დროისთვის. დროებით.